მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. ყოველ კვირას საღამოს 18 საათსა და 20 წუთზე. გადაცემა დარცი ისევ რჩება განსაკუთრებით შევეცდებით გადაცემად, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთი გამოცდილების შესახებ გვიზიარებენ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მრავალმხრივ ნიჭიერი თავის პროფესიების შესახებ მოგვიანებით მოვიყვება, თუმცა მომღერალი დიანა ფალავანდიშვილი. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. დღეს აღდგომის ბრწყინვალე დასწავლია პირველ რიგში ვილოცავ ჩვენს მაყურებელს ქრისტე აღსდგა. პირველ რიგში არ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ მოდი მივყვეთ თანმიმდევრობას და დავიწყოთ ერთი სიტყვით რომ გითხრა, ვინ არის დიანა ფალავანდიშვილი. დიანა ფალავანდიშვილი არის პირველ რიგში მომღერალი. თქვენ დაამთავრეთ რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა და რომ მოგვიყვეთ რა მიმართულებით დაამთავრეთ და ვინ იყო თქვენი პედაგოგები? ჩემ შემთხვევაში არ მოხდა ისე რომ 6 წლის ასაკიდან არ დამიწყია სწავლა მუსიკალურ სასწავლებელში, 13 წლის ასაკში მივედი პირველად და გამონაკლისი დაუშვეს, იმიტომ რომ სმენაც აღმომაჩნდა და ხმაც. და აქედან დაიწყო სწორედ ჩემი განვითარება ამ მიმართულებით. ჯერ სწავლობდი ფორტეპიანოს მიმართულებით, ხოლო შემდეგ 9 წლები გავაგრძელე ვოკალური მიმართულებით მაესტრო თამაზ სერიაშვილის კლასში. ბავშვობიდან მომწონდა ქართული ცეკვები, მაგრამ ფიზიკური მონაცემები არ მიწყობდა ხელს იმისთვის, რომ გამოვსულიყავი მოცეკვავე. ეს კარგად ვიცოდი თავიდანვე, თუმცა ინტერესის სფერო იყო ჩემთვის და ამიტომ დავდიოდი. ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა თავიდან, ჩემო მშობლებმა შემიყვანეს 6 წლის ასაკში ამ წრეზე. შემდეგ უკვე ჭადრაკის კონკურსი გამოცხადდა სკოლაში და დავიწყე მომზადება მიმართულებითაც. გადავედი შემდეგ უკვე გია და გურამ ჭანტურიებთან უკვე პროფესიულად რომ შემესწავლა ეს მიმართულება. თუმცა ვერც ამ მიმართულებით აღმოვაჩინე ჩემი თავი და მივხვდი რომ ეს არ იყო ის საქმიანობა, რასაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გავაგრძელებდი. დაამთავრეთ სკოლა და ჩააბარეთ ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიაში ნავსადგურის მენეჯმენტის სპეციალობაზე. რატომ პირველ რიგში აქედან დავიწყებ? პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე რომ კონსერვატორიაზე მეთქვა უარი, ეს განაპირობა იმან რომ ეროვნული გამოცდების რეგისტრაციამდე ვიყავი თბილისში საოპერო კონკურსზე და იქ ერთ-ერთი ჟიურის წევრის უკან აღმოჩნდი კონკურსის შემდეგ, რომელმაც თქვა რომ მე არ მქონდა არც ვიზუალური და არც ვოკალური მონაცემები იმისთვის რომ ამ პროფესიაში ვყოფილიყავი და ეს იმდენად გულსატკენი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე პროფესია შემეცვალა. თან დედაჩემიც მირჩევდა ხოლმე რომ უფრო სარფიანი პროფესია ამერჩია, უფრო ამ პროფესიაში ძალიან რთულია თავის დამკვიდრება, საოპერო მიმართულებას გულისხმობდა, იცოდა და ვერ მიმეტებდა ამისთვის. შესაბამისად გადავწყვიტე რომ დარჩენილიყავი ბათუმში და რატომღაც ძალიან მიმიზიდა სასწავლებელმა საზღვაო აკადემიამ, ავირჩიე ეს მიმართულება და პირველივე რაც ავირჩიე მიმართულებით მოვხვდი და დავიწყე სწავლა. მეოთხე კურსზე გადასვლის შემდეგ უკვე მივხვდი რომ ეს მიმართულება არ იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულება, ანუ ვერ ვიმუშავებდი ამ განხრით, რადგან არ მომწონდა ჩარჩოები, ეს რეჟიმი რაც იყო საზღვაო აკადემიაში, ჩემთვის მრავალფეროვანი ცხოვრება უფრო მიმზიდველი და საინტერესო იყო და საკუთარ თავს ხედავდი სცენაზე. იყო მომენტები, როდესაც უკვე დავიწყე ლექციების გაცდენა, მივდიოდი სარეპეტიციოში, მეცადინეობდი, ვიკეტებოდი შიგნით და აქედან გამომდინარე დავასკვენი, რომ უნდა გამეგრძელებინა აუცილებლად ამ მიმართულებით სწავლა. თუმცა საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ დაემთხვა COVID პანდემია და მომიწია 1 წლის ისევ ჩაგდება. ამიტომ რაღაც კონკურსი გამოცხადდა პროფესიულ სასწავლებელში, საზღვაო აკადემიაში ისევ ამ წეკრანის მიმართულებით. რატომღაც მიმიზიდა ძალიან, თან მიყვარს სტერეოტიპების დამსხვრევა და ამ პროფესიამ ძალიან მიმიზიდა. იყო 54 მსურველი ჩემს დროს და აქედან 10-მა გადავლეხეთ შესაბამისი ბარიერები და 9 ბიჭი ვსწავლობდით კურსზე და ერთი გოგო ვიყავი მე.
მოკლედ სხვადასხვა მხრივი ნიჭი გაქვთ და სხვადასხვა მხრივი ინტერესები, მაგრამ მაინც ხელოვანის ინტერესები უფრო ფართო არის და ალბათ მაგიტომ მიხვდით, რომ თქვენი არ არის თუნდაც ის საზღვაო აკადემია. აკადემიაში სწავლის პარალელურად თქვენ შეისწავლეთ კურსები კონდიტერიის და ჟესტურიანის თარჯიმანი და ამ თქვენს ინტერესებზე რომ მოგვიყვეთ. კონდიტერია ჩემი ინტერესის სფეროს ბავშვობიდან წარმოადგენდა, თუმცა პროფესიულად ვერ ვიფიქრებდი ვერასდროს რომ ამის შესწავლის შესაძლებლობა მომეცემოდა. თუმცა საზღვაო აკადემიაში სწავლის პერიოდში მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც აჭარის დასაქმების სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი სხვადასხვა დამატებითი პროფესიის შესწავლის მიმართულებით. იყო იქ მენეჯერი, ადმინისტრატორი, ბარმენი და იყო საკონდიტრო მიმართულებაც. რა თქმა უნდა, დავინტერესდი, თან მინდოდა რომ ზაფხული არ გამეტარებინა ესე ჩვეულებრივად, მინდოდა რომ დატვირთული ყოფილიყავი და შევიტანე განაცხადი. საბოლოოდ მიმიღეს ამ კონკურსში, 3 გოგონა მიგვიღეს და გავაგრძელე ამ მიმართულებით სწავლა. რაც შეეხება ჟესტურ ენას. ჟესტური ენა მაინტერესებდა იქედან გამომდინარე, რომ სკოლას უკვე ვასრულებდი, როდესაც ავტობუსში დავინახე, როგორ საუბრობდნენ ჟესტურად ორი ადამიანი ერთმანეთში და ეს ძალიან საინტერესო და უცხო იყო ჩემთვის. 2 წლის განმავლობაში ვეძებდი ადამიანს, ვინც ამ ენას შემასწავლიდა. საბოლოოდ გავედი კავშირზე თვითონ სმენის არ მქონე ადამიანთან, რომელმაც შემასწავლა პროფესიულად ეს საქმიანობა. შემომთავაზეს კიდეც აჭარის ტელევიზიიდან პირდაპირ ეთერში ამ მიმართულებით თუ წავიყვანდი გადაცემას პარალელურად, თუმცა ლაივში დაჯდომა ვერ გავბედე მაშინ, მაინც ბავშვი ვიყავი და არ ვიყავით თავდაჯერებული. ამიტომ უარი ვთქვი, ისედაც არ იყო ეს ჩემთვის სამომავლო პროფესია და უარი ვთქვი ამ მიმართულებით მუშაობაზე. ეს ყველაფერი შეისწავლეთ და შემდეგ ისევ გახვედით ეროვნულ გამოცდაზე და ჩააბარეთ ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ვოკალის მიმართულებით. როგორც იქნა მივედით თავარ მიზნამდე ჩვენი გადაცემის, რის გამოც ეხლა აქ ხართ. აი ამ გამოცდილებაზე, ამ მიმართულებაზე რომ მოგვიყვეთ, რამდენად ახლოს არის ეს ყველაფერი თქვენთან? მოვემზადე და 100%-იანი დაფინანსებით მოვხდი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში სასურველ სპეციალობაზე. ხართ არაერთი რეგიონული და საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. ამ გამოცდილებაზე რომ მოგვიყვეთ? წარმატება ესე მარტივად არ მოდის. ზოგადად ძალიან დიდი შრომა არის საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაარწმუნო, რომ მზად ხარ რაიმე სახის კონკურსზე გახვიდე და მონაწილეობა მიიღო. ძალიან ბევრი ვიშრომე საზღვაო აკადემიის დასრულების შემდეგ იმისთვის, რომ საკუთარი სმენა და ხმა ყალიბში მომექცია, იმიტომ რომ იქ არასწორ აკუსტიკურ პირობებში მღეროდი, რამაც დამიზიანა მე სახმო იოგებით, სმენას შესაბამისად და ამის აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. იყო რამდენიმე იმედგაცრუება კონკურსების სახით, მაგრამ გადავწყვიტე რომ მებრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამაც არ დააყოვნა და ამ დიდი შრომის შემდეგ მოვიპოვე რამდენიმე საერთაშორისო თუ რეგიონულ კონკურსში გამარჯვებები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრს მოიპოვებთ ჯერა. მონაწილეობა მიიღეთ 4 საოპერო სპექტაკლში, სადაც შეასრულეთ მთავარი პარტიები. როდესაც ირაკლის წერდით, როგორც მეგობრის სტატუსით ისე იყავით და მაშინ ქონდათ სპექტაკლის პრემიერა, როგორც სპექტაკლის პრემიერა, ზუსტად მაშინ იყო. და აი ამ გამოცდილებაზე მოგვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია კლასში დაგროვებულს, როგორ გამოიყენებს სხვადასხვა ასპარეზზე. იქნება ეს კონცერტი, კონკურსი, სპექტაკლი მით უმეტეს. ეს დიდ ფუფუნებას წარმოადგენს მომღერლისთვის. რითაც განებირებულები არ ვართ ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მე გამიმართლა და აღმოჩნდა ძალიან იღბლიანი. ჩემი სწავლის პერიოდში დაიდგა 4 სპექტაკლი და 4-ვეში მხდაწილად ბედნიერება, რომ შემესრულებინა მთავარი პარტიები. და ეს ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის როგორც მომღერლისთვის, რადგან აქ ვეუფლებოდი რეჟისორთან მუშაობას, სულ სხვა გამოცდილებას გაძლევს, არა მხოლოდ რეჟისორთან, იქ ვოკალის პედაგოგებთან, საოპერო მიმართულებით და ეს ძალიან დიდი გამოცდილებაა მართლაც მომღერლისთვის. აქვე სამომავლო გეგმებზე რომ მოგვიყვეთ, სადაპირებს სწავლის გაგრძელებას. სამომავლო გეგმებზე ძირითადად არ ვსაუბრობ ხოლმე.
მიყვარს როგორც მივხვდით უკვე ჩუმჩუმად რაღაცების კეთება, სანამ არ დავწმუნდები რომ გამომივიდა, მანამდე არ მიყვარს ამის აფიშირება, თუმცა გეტყვით რომ ვაგრძელებ აუცილებლად დავაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაგრამ სად და როგორ, აი ამას უკვე მოგვიანებით გავიგეთ. თქვენ საქმიანობთ ბათუმის ქალთა აკადემიურ კამერულ გუნდში და ამის შესახებ თქვენ რომ მოგვიყოთ უფრო ცვლად. კი ბატონო. ამ გუნდის ხელმძღვანელები გახლავთ ქალბატონი ზაირა ვადაჭკორია და მაესტრო გელა ვადაჭკორია, დაძმა გახლავთ სარაჩვეულებრივი პიროვნებები. ჯერ კიდევ რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც კლასში მეცადინეობდი ჩემთვის, რაც ხშირად მახასიათებს, მარტო მიყვარს კლასში მეცადინეობა. შემომიხედა ქალბატონმა ზაირა ვადაჭკორიამ, მომისმინა, კითხა თუ მქონდა სურვილი რომ მის გუნდში მემღერა. რაზეც რა თქმა უნდა დავთანხმდი, იმიტომ რომ მქონდა წარმოდგენა ამ გუნდის შესახებ და მიმიყვანა ამ გუნდში შემდგომ და დავიწყე საქმიანობა, უკვე მეოთხე წელია ვარ ბათუმის კულტურის ცენტრის თანამშრომელი. ამ პროფესიას დაეუფლე და ბოლოს მაინც თქვენი გზა სიმღერისკენ მიდის და აი რა უნდა მოხდეს რომ სიმღერას უღალატოთ? მე პირადად შემინებით არ ვუღალატებ სიმღერას, მაგრამ არის რაღაც ფაქტორები, სტრესი მაგალითად ან ჯანმრთელობის პრობლემა, რამაც შეიძლება ხმა დააზიანოს და ვეღარ შეძლოს მომღერალმა კარიერის გაგრძელება მიმართულებით, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის და ყველა რეჟიმს ვიცავ, რომ ეს არ მოხდეს და შესაბამისად ვფიქრობ, რომ არავინ არ არის დაზღვეული ამ საფრთხისგან, მაგრამ თუ მაინც დადგება ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში, მხოლოდ ამ მხრივ მომიწევს, რომ დავთმო ეს პროფესია. არალეურად თქვენ ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებთ ერთად და რომ მოგვიყვეთ როგორ ახერხებთ ამ ყველაფრის შეთანხმებას. ძალიან მიყვარს აქტიურობა და ეს რეჟიმი ძალიან მომწონს. მიმართულებით და არა სხვა მიმართულებებით წაღანდაზე ვსაუბრობდით. და ვცდილობ რომ დრო გადავანაწილოს სწორად, ვარ სამსახურშიც, უნივერსიტეტშიც ლექციებს ვესწრები, პარალელურად თუ რაიმე სპექტაკლი არის დაგეგმილი უკვე გვიანობამდე მიწევს რომ ვიყო აქტიურად ჩართული ამ პროცესებში და არის რაღაც გასტროლები, რაზეც უარს ვერ იტყვი მომღერალი, იმიტომ რომ ამ მიმართულებით უნდა განვითარდე და ეს ძალიან ხელს გიწყობს. თქვენ ხშირად გახართ სცენაზე, თქვენი პროფესიის მიმართულებით და აი სირთულეების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სირთულეებს წააწყდით? ამ პროფესიაში იმას ვიტყვი, რომ თუ საკუთარ თავზე მუშაობა არ შეგიძლია გამოუყო დრო და მთლიანად იყო კონცენტრირებული ამ პროფესიაზე, წარმატება არ იქნება გარანტირებული. ძალიან დიდ შრომას, ენერგიას, ენთუზიაზმს მოითხოვს ეს ყველაფერი და თუ მყარი ფსიქიკა არ გააქვს, მაშინ ჯობია რომ ამ პროფესიაში არ იყო, იმიტომ რომ არის რაღაც ფაქტორები, რაც პირდაპირ მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და შენ ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. თუ ვერ უმკლავდები ამ ყველაფერს, მაშინ უნდა შეიცვალო პროფესია და მე ჯერჯერობით ვახერხებ რომ გავუმკლავდე ამ ყველაფერს და ვფიქრობ სამომავლოდაც ძალიან ბევრს მუშაობ საკუთარ თავზე და არ მომიწევს რომ ამის გამო პროფესია შევიცვალო. მე მაინც უკან დაუბრუნდები, ჩემი საინტერესო თემას დაუბრუნდები. დაამთავრეთ საკონდიტრო მიმართულებით კურსი, გაიარეთ და აი დაამთავრეთ ეს და იქ შეწყვიტეთ ამ მიმართულებით წინსვლა თუ აი მუშაობდით და გააქვთ სურვილი? ეს სასწავლო კურსი იყო სამთვიანი. მთელ ზაფხულს მოიცავდა და სწავლა მიმდინარეობდა ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სასტუმროს საკონდიტროში. 2 თვის გასვლის შემდეგ უკვე მთავარმა შეფმა დამიბარა და მითხრა რომ თუ ამ მიმართულებით ვაპირებდი გაგრძელებას, მაშინ სრული გრაფიკით უნდა მემუშავა და მაღალი ანაზღაურებით, რაზეც უარის თქმა მომიწია იქედან გამომდინარე, რომ ეს პროფესია არ იყო ჩემი მომავლის პროფესია და ვფიქრობდი, რომ სხვა მიმართულებით წამეყვანა ჩემი ცხოვრება და უარი ვთქვი ამ შემოთავაზებაზე. ეხლა გასწავლი როგორ უნდა თქვა შენი სახელი ჟესტურად. ეს არის ν, I, A, K, შუა თითი. თუ შუა. კი და O. აი ეს. N, I, A, K, O. ეხლა მოიცავ ქნა. N, I, A, K და O.
ხო, რთული არ არის, მაგრამ მუშაობა ჭირდება. კი ბატონო, სისტემატიურობა ჭირდება, რომ ეს სწრაფად მოახერხო ამის თქმა. გაგიჭირდათ თუ არა და სრულად შეისწავლეთ, ხო, ეს შესწორიანა ის. სრულად ვერ შევისწავლე, იმიტომ რომ საბოლოოდ ხო მაინც უარის თქმა მომიწია ამ პროფესიაზეც, მაგრამ საკომუნიკაციო დონეზე ვიცი, ანუ სმენის არ მქონე ადამიანებს შემიძლია რომ ვესაუბრო ამას. ძალიან საინტერესოა მართლა. ეხლა უკვე მივედით ჩვენი გადაცემის ინფორმატამდე, სადაც მაყურებელს და ჩვენს უფრო სხვანაირი კუთხით ვიცნობ ჩვენი გადაცემის სტუმარს. და პირველი კითხვა არის საყვარელი წიგნი. წიგნს ვერ გამოვყოფ, ესე მხოლოდ ერთს მიყვარს მარტინიდენი, ამ წიგნმა გარდატეხა მოახდინა ჩემში და შემაყვარა საერთოდ მხატვრული ლიტერატურა, დორიან გრეის პორტრეტი, სიამაყე და სრურწმენა. რამდენიმე წიგნი არის, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვკითხულობ ხოლმე თავიდან. სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერთ. მიზანდასახული. ნამდვილად ვეძახები. შეგიძლიათ თუ არა პატიება, როცა ძალიან გაგაბრაზებენ. შემიძლია კი. დიდი ნიჭია ეს. მიპატიებია კიდეც. რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად ადამიანში? მაგიზიანებს ტყუილი. და პირფერობა. ნამდვილად გამაგიზიანებია. ოდესმე შეცდომით გაგიგზავნიათ თუ არა ტექსტური შეტყობინება არასწორი ადრესატისთვის. ყოფილა შემთხვევა კი გამიგზავნია. კი, ყველას გაგიგზავნიათ. ყველას ქონია ეგ შემთხვევა. რომელი ცხოველი მიგაჩნია ყველაზე გამაღიზიანებლად საუბარი რომ შეეძლოს? ალბათ უფრო კატა. კატა, ხო? შეიძლება. მიყვარს კატები. აი, სამყაროში საჭმელი რო აღარ იყოს, რომელ წერს შეჭამდეთ? ვაიმე. გონი ვერც ერთ ისე მეშინია ყველა მწერ. მეც ეგრე შიერი მოვკვდებოდი. მეც ეგრე მიჩვენია. რომელი მულტფილმის, ფილმის ან წიგნის პერსონაჟთან ისურვებდით შეხვედრას? წიგნის პერსონაჟთან მარტინიდენს შევხვდებოდი აუცილებლად. მულტფილმის ზეთუნახავი და ურჩხულიდან შევხვდებოდი ზეთუნახავს. კი, ნოსტალგიური იქნებოდა. ჩემს საყვარელი მულტფილმი იყო ბავშვობიდან. გჯერა თუ არა წინა ცხოვრების? არა. ამჯერა. და ბოლო კითხვა. აი, ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ გქონდეთ, პირველი რას ეტყოდით ან რას კითხავდით? ვერ შევბედავდი, რომ რაიმე მეკითხა. ნამდვილად. უფრო მეტყოდი, რომ მიმიტევეთ ხალ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა თქვენ. ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მაყურებელსაც გავაცანით უფრო სხვა კუთხითაც თქვენი თავი და წარმატებებს გისურვებთ აუცილებლად. მადლობა თქვენს გადაცემას ვისურვებთ წარმატებებს. მადლობა დიდი.